გამარჯობა. უღრმესი მადლობა ყველას მოსვლისთვის. დღეს უკვე მიხარია, რომ მოძრაობა 170-ზე მეტ წევრს აერთიანებს, რომელიც იბრძვის ავტორიტარიზმის წინააღმდეგ და სწამს იმის, რომ ერთობის გარეშე შეუძლებელია გავაგრძელოთ ცხოვრება. განსაკუთრებული მადლობა, ვინც რეგიონებიდან ჩამოხვედით. ეს საზოგადოება, ვინც აქ ვართ, ხო? მართლაც რაღაცა ტირანიამ გვაიძულა, რომ უფრო აქტიურად ჩართულიყავით პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენ გვდგავართ წმენით, რომ ძალა იქმნება არა დახურულ კაბინეტებში ფინანსური გარიგებით სადღაც მთის წვერზე, არამედ ძალა იქმნება ჩვენს თემებში, ჩვენს სოფლებში, ჩვენს უნივერსიტეტებში, ჩვენს სამუშაო ადგილებში და ამ ძალას ვქმნით ჩვენ. ჩვენ ვართ მოძრაობა, რომელიც ყველაზე დიდ აქცენტს სვამს ამ ქვეყანაში არსებულ სოციალურ უსამართლობაზე. გველესიანი, სარალიძე, ნეფარიძე, ჭუმბურიძე. ესენი არიან მაღაროელები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ არიან დაპატიმრებულები, რომ ამ ველურ კაპიტალისტს გაუწიეს წინააღმდეგობა. ჩვენ აქ ვგრძნობთ ერთმანეთის მხარდაჭერას და ეს ერთი წელი ალბათ იყო აი ამ გამძლეობის მხარდაჭერის სწავლის შეცდომების ალბათ ასევე და ზრდის ერთი წელი. ჩვენ გვინდოდა ხალხისთვის ქონდა სათქმელი რა არის გასაკეთებელი, რისი შეცვლა შეიძლება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს ერთად ყოფნა არის ერთადერთი სწორი გამოსავალი მზარდი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ. ბავშვის ან ნებისმიერი ადამიანის მომავალი არ უნდა განისაზღვროთ იმით, სად დაიბადება ცენტრში, ღარიბ ოჯახში, მდიდარ ოჯახში, ეთნიკურ უმცირესობების ოჯახში. პოლიტიკა შეიძლება არ იყოს დაპირისპირება, არამედ პოლიტიკა შეიძლება იყოს ზრუნვის, შეიძლება იყოს დიალოგის, შეიძლება იყოს თანაარსობების ერთობა. შეუძლებელია თანასწორობის, სოლიდარობის და თავისუფლების იდეალები არ აერთიანებდეს ფართო საზოგადოებრივ ჯგუფებს, აუცილებლად გავალთ ფონს უფრო მეტად გაზრდილები, მომწიფებულები და უფრო მეტად ბრძოლის უნარიანებიც ალბათ. თუ შენს ისევე გაღელვებს ის უსამართლობა, რომელსაც ახლისკენ მიმავალ გზაზე ხედავ, ადექი და უბრალოდ შემოგვიერთდი. ჩვენ ვერ გთავაზობთ გზაპასუხებს, მაგრამ მე პირდებით, რომ თქვენ იპოვით ადგილს, სადაც მოგისმენენ. ეს ის ხალხი არის, ვისთან ერთადაც მინდა რომ მე ვიბრძოლო აი იმ მზარდ ავტოკრატიაში, რომელშიც ვარ. ხოლმე დისკუსიაში ძალიან აქტიურად ჩაერთო. დიდი მადლობა.